თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს მომსახურების ფორმა, სამკითხველო დარბაზი და აბონემენტი, უნივერსიტეტის პერსონალს მომსახურების ფორმა, სამკითხველო დარბაზი და აბონემენტი, ასევე უნივერსიტეტის სტუმარს მომსახურების ფორმა, სამკითხველო დარბაზი. აბონემენტის განყოფილებაში, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, სარეგისტრაციო სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სტუდბილეთი ან პირადობის მოწმობა და ფოტოსურათი, ხოლო უნივერსიტეტის თანამშრომელმა მოქალაქის პირადობის მოწმობა, ფოტოსურათი და ცნობა სამუშაო ადგილიდან. აბონენტი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას საკონტაქტო ნომრის, ელექტრონული პოსტის მისამართის, სახლისა და სამსახურის მისამართის შეცვლის შესახებ. ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილებიდან მხატვრული ლიტერატურა გაიცემა არაუმეტეს 2 თვის ვადით, დანარჩენი კატეგორიის დოკუმენტი არაუმეტეს 5 თვის ვადით, ერთდროულად გაიცემა არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეულისა. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის შეკვეთა შესაძლებელია ელექტრონულადაც. წიგნის შესაკვეთად უნდა შეავსოთ ფორმა, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინტერნეტ გვერდზე. ელექტრონულად შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობის ადგილისა და ვადების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ 1 სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონული პოსტის საშუალებით. დაჯავშნილი წიგნი გენახებათ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. ერთდროულად დასაშვებია არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეული. წიგნების დავალიანების შესახებ ცნობის აღება შესაძლებელია ელექტრონულად ბიბლიოთეკაში მოსვლის გარეშე. ამისათვის კურსდამთავრებულმა უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ელექტრონულ პოსტაზე აბონემენტი library TSUG და მიუთითოს სახელი, გვარი, მამის სახელი, პირადი ნომერი და ფაკულტეტი. ინფორმაცია 24 საათში გადაეცემა სასწავლო დეპარტამენტს. ლიტერატურის ძიების გასამარტივებლად შექმნილია საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული კატალოგი და შესაბამისი საინფორმაციო ბაზა, სადაც განთავსებულია სასწავლო და კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი ელექტრონული რესურსები. ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გარდა მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ლექსიკონების, დისერტაციებისა და აუდიო წიგნების ელექტრონული ფორმატით. ციფრულ ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოებისა და სხვა იშვიათი გამოცემების ელექტრონული ვერსიები. აგრეთვე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული იმ მნიშვნელოვან დოკუმენტთა ელექტრონული ასლები, რომლებიც მათმა მფლობელებმა TSO ბიბლიოთეკას გადასცეს. e-books რესურსის სარგებლობისთვის გაიარეთ ავტორიზაცია. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ TSO-ს ელფოსტის მფლობელთათვის. ციფრული კატალოგი იხსნება ყველა ტიპის კომპიუტერის ბრაუზერში და თავსებადია თანამედროვე სმარტფონებთან და პლანშეტურ კომპიუტერებთან. ბიბლიოთეკას წვდომა აქვს მსოფლიო მნიშვნელოვან საინფორმაციო და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე. მონაცემთა ბაზები სრულად ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო სივრცეში. წვდომა უნივერსიტეტის მიღმა შესაძლებელია უნივერსიტეტის ელფოსტის მქონე მკითხველებისთვის. ელექტრონულ მისამართს მიიღებთ TSO საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტში. თითოეულ მონაცემთა ბაზას ელექტრონულად თან ახლავს მოხმარების წესები, საძიებო ინსტრუმენტების ათვისებისა და პრაქტიკაში გამოყენების ინსტრუქცია. სამკითხველო დარბაზში შემოსვლამდე მკითხველმა გასახდელში უნდა დატოვოს ჩანთა და ქურთუკი. დარბაზში დაშვებულია მხოლოდ სამუშაოდ საჭირო საკანცელარიო ინვენტარისა და პორტატული კომპიუტერის შემოტანა. შემოსვლისთანავე მკითხველმა უნდა მიმართოს რეგისტრატორს, ჩააბაროს პირადობის მოწმობა ან სტუდენტის ბარათი და აიღოს ბეჯი მაგიდის ნომრით.
სარგებლობისთვის რეგისტრაციისთვის სპეციალურად განკუთვნილ კუთხესთან მკითხველმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ან სურბილეთი. რეგისტრატორი იბარებს პირადობის მოწმობას და მკითხველს აძლევს ბეჯს. ამის შემდგომ მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სამკითხველო დარბაზით. პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით, კომპიუტერის აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობისათვის მკითხველი მიმართავს ბიბლიოთეკის თანამშრომელს შესაბამისი მასალის მისაღებად. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო ქსეროქსით, პრინტერითა და სკანერით მომსახურებას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში მდებარეობს ხმისჩამწერი სტუდია. სტუდია განკუთვნილია ბიბლიოთეკაში აუდიო ფონდის შექმნისათვის, სადაც იწერება აუდიო სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ნაშრომები, ლექციები, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა და სხვა. ამ სტუდიის შექმნის მთავარი მიზანი არის ის, რომ ბიბლიოთეკა ცდილობს წვლილი შეიტანოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში და ხელი შეუწყოს უნარშეზღუდული ადამიანების რეალიზებას საზოგადოებაში, რათა მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების ინფორმაციული უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით შექმნილია უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი პროდუქციის ღია წვდომის ციფრული არქივი რეპოზიტორი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას აქვს საკუთარი ელექტრონული მეილი library.tsog, სადაც სტუდენტები აქტიურად წერენ მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. ასევე სამკითხველო დარბაზებში დგას სპეციალური ყუთები მისწერე ბიბლიოთეკარს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის სასურველი ლიტერატურის მოსაპოვებლად ბიბლიოთეკაში არსებობს მომსახურების ფორმა თქვენი რჩევა, სადაც თავსდება ინფორმაცია TSO-ს აკადემიური პერსონალის, ფაკულტეტების, დეკანებისა და სტუდენტ-მკვლევართა მიერ რეკომენდებული სამეცნიერო, საგანმანათლებლო ლიტერატურის შესახებ, რის მიხედვითაც საბიბლიოთეკო საბჭო განიხილავს მისი შეძენის მიზანშეწონილობის საკითხს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილი და შესრულებული ღონისძიებების ჩამონათვალი განთავსებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის Facebook გვერდზე. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პრიორიტეტებია სტუდენტებისა და მკითხველების ეფექტური მომსახურება, ბიბლიოთეკის რესურსებისა და სერვისების განვითარებისა და განახლების ახალი მექანიზმების დანერგვა, ციფრული ბიბლიოთეკის მოწყობა, თანამედროვე ლიტერატურის შეძენა, სხვადასხვა ინტერესის მქონე მკითხველისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ინტერნეტ რესურსების მუდმივი მონიტორინგი და ახალ საინფორმაციო მრავალ ეროვან და ხარისხიან ელექტრონულ რესურსებზე წვდომა.